ცრუ წინასწარმეტყველების მოსვლას ქრისტიანული ელფერი ექნება. იგი თავს ჭეშმარიტ ქრისტიანობად წარმოაჩენს. მაგრამ როცა ძალა შეიძენს და ხალხის მასებში შეაღწევს, ნიღაბს ჩამოიხსნის და დაამთავრებს ღალატით, განდგომილებით, დევნით, ქრისტიანული დოგმატების უარყოფით. ეს ცრუ წინასწარმეტყველი იტყვის, ეკლესიის ფორმები და წეს-ჩვეულებები, ისევე როგორც სარწმუნოების დოგმატები, მეორე ხარისხოვანია. მათ არაფერი აქვთ საერთო სულთან, მთავარი კი სწორედ სულია. მაგრამ ამ საბაბით წინასწარმეტყველი გამოიცვლის ქრისტიანობას ყველაფერს, რაც არა ამ სოფლის საგანია, ყველაფერს, რაც კი რამ ზებუნებრივია კაცობრიობის ხსნის ისტორიაში, სარწმუნოებაში, მის აღთქმაში, მოკლედ ყველაფერს, რაც არსებითია. ოპტინელი უდაბნოს 1905 წლის ნაშრომი. ძალიან საინტერესოა ვლადიმერ სოლოვიოვის შენიშვნები ანტიქრისტეს შესახებ. თუმცა მისი მრავალი შრომა შორს არის მართლმადიდებლობისაგან. მაგრამ ანტიქრისტეს აღწერა სავსებით შეესაბამება ეკლესიის წმინდა მამების ერთობლივ აზრს. გაიხსნა ბრჭყალები. გრძნობდა რა საკუთარ თავში დიდ სულიერ ძალას, იგი ყოველთვის მტკიცე სპირიტუალისტი იყო. ნათელი გონება კი მიუთითებდა იმის ჭეშმარიტებას, რაც უნდა ეწამა. სიკეთისას, ღმერთისა, მესიისა და მას ეს კიდევაც სწამდა, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავი უყვარდა. მას სწამდა ღმერთი, მაგრამ გულის სიღრმეში გაუცნობიერებლად თავისი თავი ერჩივნა უფალს. სწამდა სიკეთეს, მაგრამ მარადიულობის ყოვლისცოდელმა თვალმა იცოდა, რომ ეს კაცი ქეთს მოუხრიდა ბოროტ ძალას მაშინვე, როგორც კი ის მოისყიდიდა. არა გრძნობებსა და ქვენავ ნებებზე თამაშით, ან თუნდაც უმაღლესი ხელისუფლების აღთქმით, არამედ მხოლოდ უზომო თავმოყვარეობის მეშვეობით. სხვათა შორის, ეს თავმოყვარეობა არც გაუცნობიერებელი ინსტინქტი ყოფილა და არც უგუნური პრეტენზია. გამორჩეული გენიალურობის, გარეგნობისა და კეთილშობილების გარდა დიდი ასკეტის, სპირიტუალისტისა და ფილანტროპის უზომო თავმოყვარეობა მარხვის, უანგარობისა და ქველმოქმედების უმაღლესმა გამოვლინებებმა საკმაოდ გაამართლეს. საღვთო ნიჭების ასეთ სიუხვეში მან ზეგარდამო ძალების მხრიდან განსაკუთრებული კეთილგანწყობა დაინახა და თავისი თავი ღმერთის შემდეგ მეორე ღმერთად თითქოს ერთადერთ ძედ ღვთისად წარმოიდგინა. ერთი სიტყვით, იმად, ვინც სინამდვილეში მაცხოვარი იყო. თავიდან ის არ იყო იესო ქრისტეს მიმართ მტრულად განწყობილი. აღიარებდა მის მისიონერულ მნიშვნელობას და ღირსებას, მაგრამ გულწრფელად ხედავდა მასში თავის წინამორბედს. ქრისტეს ზნეობრივი გმირობა და მისი აბსოლუტური ურთიერთობა ამ თავმოყვარეობით დაბნელებული გონებისათვის სრულიად გაუგებარი იყო. იგი ასე მსჯელობდა: ქრისტე ჩემზე ადრე მოვიდა, მე მეორე ვიქნები, მაგრამ ის რაც დროში მომდევნოა, არსებითად პირველია. მე მოვდივარ უკანასკნელი ისტორიის დასასრულს, სწორედ იმიტომ, რომ მე ვარ სრულყოფილი, საბოლოო მხსნელი. ის ქრისტე ჩემი წინამორბედია, მისი მოწოდება ჩემი გამოცხადების შეტყობინება და მომზადება იყო. ბრჭყალების დასასრული. ამ აზრით 21 საუკუნის დიდი ადამიანი საკუთარ თავს მიუსადაგებს ყოველივეს, რაც სახარებაში ქრისტეს მეორედ მოსვლაზეა თქმული და მეორედ მოსვლის იმავე ქრისტეს ხალახალ მოსვლად კი არ აღიქვამს, არამედ წინამორბედი ბრჭყალებში ქრისტეს საბოლოო ბრჭყალებში ქრისტეთი, ანუ საკუთარი თავით შეცვლად თავისი თავის ქრისტეზე მაღლა დაყენებას, იგი ამგვარი მსჯელობით გაამართლებს. ბრჭყალებში ქრისტე, რომელიც თავისი ცხოვრებით ზნეობრივ სიკეთეს გადაგებდა, კაცობრიობის გამოსწორებისათვის იყო მოწოდებული. მე კი ამ ნაწილობრივ გამოსწორებული და ნაწილობრივ გამოუსწორებელი კაცობრიობის კეთილწყობელი უნდა გავხდე. მე მივცემ ადამიანებს ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ. ქრისტე როგორც მორალისტი ადამიანებს სიკეთესა და ბოროტების ნიშნით ყოფდა. მე კი გავაერთიანებ მათ იმ სიკეთეებით, რომლებიც ერთნაირად სჭირდებათ კეთილებსაც და ბოროტებსაც. მე ვიქნები ჭეშმარიტი წარმომადგენელი იმ ღმერთისა, რომელსაც ერთნაირად ამოყავს მზე კეთილთა და ბოროტთათვის.
აწვიმეს მართავთა და ცოდულთა ზედა. ქრისტემ მახვილი მოიტანა, მე მშვიდობას მოვიტან. იგი საშინელი სამჟავროთი ემუქრებოდა სოფელს, მაგრამ უკანასკნელი მსაჯული ხომ მე ვიქნები და ჩემი სამჟავრო მხოლოდ სიმართლის კი არა, წყალობისაც იქნება. სიმართლეც იქნება ჩემს სამჟავროში, მაგრამ არა მიმგებლისა, არამედ გამრიგისა. მე ყველას გავარჩევ და თითოეულს იმას მივცემ, რას მათ სჭირდება. ციტატის დასასრული. თავისი თხზულებებით გზახსნილი მსოფლიოს მშვიდობისა და კეთილდღეობისაკენ ანტიქრისტე ყველას თავისკენ მიიზიდავს. ეს წიგნი მასში გამოავლენს ჯერ არნახული გენიის ძალას. იგი იქნება რაღაც ყოვლის მომცველი და ყოველი წინააღმდეგობის შემრიგებელი. აქ გაერთიანდება ძველი გარდამოცემისა და სიმბოლოებისადმი კეთილშობილური პატივისცემა და საზოგადოებრივი პოლიტიკური მოთხოვნების გაბედული რადიკალიზმი. აზრის შეუზღუდავი თავისუფლება და ყოველივე მისტიურში ღრმა წვდომა. მკვეთრი ინდივიდუალიზმი და საზოგადო სიკეთისადმი ხურვალე ერთგულება. ხელმძღვანელობის ამაღლებული იდეალიზმი და პრაქტიკული გადაწყვეტილებათა სრული სიცხადე და ყოფითობა. და ყოველივე ეს ისეთი გენიალური ოსტატობით იქნება შესრულებული, შეკავშირებული, რომ ყოველ ცალმხრივ მოაზროვნეს გაუადვილდება მთელი აღქმა და მიიღება მხოლოდ თავისი კერძო თვალთა ხედვით, ისე რომ არაფრის დათმობა არ მოუხდეს ჭეშმარიტებისათვის, არც საკუთარ მეზე ამაღლდეს და არც თავისი ცალმხრივობა უარყოს. ოდნავადაც არ გამოასწოროს თავისი შეხედულებათა და მისწრაფებათა სიმცდარე და არაფრით არ შეავსოს მათი ნაკლუანება. ამ წიგნის წინააღმდეგ არავინ აიმაღლებს ხმას. იგი ყველას უმაღლესი სიმართლის გამოცხადებად მოეჩვენება. მასში იმდენად სამართლიანად მიეზღვება ყოველივეს, რაც წარსულში იყო, იმდენად მიუკერძოებელი და ყოველმხრივ შეფასება მიეცება ყველაფერს, რაც ამჟამად ხდება. საუკეთესო მომავალი კი ამდენად აშკარად და ცოცხლად იქნება მიახლოებული აწმოსთან, რომ ყველა იტყვის, აი ის, რაც ჩვენ გვჭირდება, აი იდეალი, რომელიც утопია არ არის, აი განზრახ, რომელიც ქიმერა არ აღმოჩნდება. ეს ჯადოსნური მწერალი არა მარტო ყველას გაიტაცებს, იგი სასიამოვნოც იქნება, ასე რომ აღსრულდება ქრისტეს სიტყვები, მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა და არა შემიწნარებთ. უკეთი სხვა მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწნაროთ. იოანეს 5:43 მუხლი. იმისთვის რომ მიგიღონ სასიამოვნო უნდა იყო. ვლადიმერ სოლოვიოვი. მოკლე ამბავი ანტიქრისტეზე. წმინდა მამათა ყველა სწავლებამ ანტიქრისტეს შესახებ მრავალი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ვერსიებმა თუ ვარაუდებმა უნდა შეგვაშფოთონ. აშკარაა, რომ ახლოვდება ყველაზე დახვეწილი, მზაკრულად მოფიქრებული ტყუილის დრო, როდესაც უდიდესი ბოროტება საოცრად შვენიერი კეთილი ზნეობრივი სახით მოგვევლინება. დღეს უკვე იქნება აზროვნების ტიპი, ცხოვრების წესი, საქმიანობის მიმართულება, რელიგიის სულისკვეთება, რომლებიც დემონურ ხიბლს ანტიქრისტეს გამეფების წინაპირობას შეესაბამებიან. ხვალ გაირკვევა, რომ ბევრი რამ, რასაც დღეს ტაშს ვუკრავთ, ან თავშეკავებული ღიმილით ვეთანხმებით, თურმე მხოლოდ კაცთა მოდგმის მტრის მიერ დაგებული მახე და დახვეწილი მზაკრობა ყოფილა. მაგალითად, რამდენს ლაპარაკობენ დღეს მთელ მსოფლიოში მშვიდობაზე, ხალხებისა და სახელმწიფოების ერთიანობაზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და რელიგიურ თანამეგობრობებსა და ხალხთა შორის ზმობაზე. და მართლაც, რა შეიძლება იყოს უფრო სანუკვარი ყოველი საღად მოაზროვნე კაცისთვის, ვიდრე მშვიდობა. ჩვენ ხომ ასე დავიღალეთ შუღლით, სიძულვილით, ომებით, კაცობრიობის მთელი ისტორია ომების ისტორიაა. ადამიანები იბრძოდნენ ძალაუფლების, ლუკმაპურის, ოქროს, რასობრივი ცრურწმენების, რელიგიური უთანხმოებისა და ზოგჯერ სულ არაფრის გამოც კი. მტრობისა და სისასტიკის რაღაც უცნაური კანონის თანახმად. ნუ თუ ამ პრობლემების გადაჭრა თვით თანამედროვე პროგრესსაც არ შეუძლია. კაცთა შორის ურთიერთობები ხომ თანდათან სულ უფრო სრულყოფილი
და ჰუმანური ხდება ჭყალებში. აი ასე მსჯელობს დღეს ბევრი სრულიად პატიოსანი ადამიანი. იცის რა ეს ადამიანური სისუსტე, კერძოდ ის, რომ ადამიანები დაიღალენ ომებისაგან და მშვიდობას წყურიათ. მრავალი პოლიტიკოსი და რელიგიური მოღვაწე მშვიდობისა და კეთილდღეობის ცნებებით სპეკულაციას ეწევა. დღეს არაერთი ქრისტიანიც კი ფიქრობს, რომ ის მშვიდობა მთელ მსოფლიოში, მშვიდობა მსოფლიოს, მშვიდობა შრომა მაისი, ხალხებს შორის მშვიდობა და მეგობრობა ესოდენ ხშირად რომ გვესმოდა კომუნისტებისა და ეკუმენისტებისაგან და ჩვენი ქრისტესმიერი მშვიდობა ყოველთა, ჩვენი ლოცვები მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა და ყოველთა ერთობისათვის. თითქოს ეს ერთი და იგივე მოლოდინია, ერთია თავისი არსით. ბევრს ისიც გონია, რომ დღევანდელი პროგრესიული მსოფლიოს იდეალები, მისი ჰუმანისტური სულისკვეთება და მიზნები, ისევ სულიერი ბჭყალებში ძიებები და მისწრაფებები არაფრით განსხვავდება ქრისტიანობის, ეკლესიის შვილების იმედებისა და მიზნებისაგან, რომ ესაა ორი სრულიად შეთანხმებული ნაკადი კაცობრიობის უმაღლესი, ზნეობრივი, სულიერი, გონებრივი მოღვაწეობისა, რომლებიც სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. საბოლოოდ კი ღვაწლი ძმებივით შეხვდებიან და შეერთდებიან, მაგრამ ეს ორი მშვიდობა, ამასოფლისეული და ქრისტიანული, სულ საპირისპირო ცნებებია. თავთავისი აზრითაც და მნიშვნელობითაც. თქვა უფალმა, მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ, არავითარ სოფელმა მოსცეს მე მოგცემ თქვენ. იოანეს მე-14:27 მუხლი. და კიდევ, ეგრე გგონებთ ვითარმეთ მშვიდობისა მოვედ მოფენად ქვეყანასა. არა გეტყვით თქვენ, არამედ განყოფათ. ლუკას სახარების მე-12:53 მუხლი. ნუ გონებთ ვითარეთ მოვედ მე მოფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა. არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ מחვილისა. რამეთ მოვედ განყოფათ კაცისა მამისაგან თვისისა და ასული დედისაგან თვისისა და ძალი დედამთილისაგან თვისისა და მტერიყვენ კაცისა საძლევლნი თვისნი, რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს და რომელმა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. მათე სახარების 1:24-27 მუხლები. ამას გეტყოდე თქვენ, რათა შენთან მშვიდობა გაქონდეს, სოფელსა ამას ჭირი გაკუს, არამედ ნუ გეშინინ, რამე თუ მე მიძლევიე სოფელსა. იოანეს მე-16:40 მუხლი. ამასოფლისეული მშვიდობა განურჩევლად ყველა ადამიანის შეერთებისა და დაძმობილებას გულისხმობს, მას რომელი განყოფაზე ლაპარაკობს უფალი. რა შუაშია მახვილი, რატომ არიან კაცის სახლეულნი, ოჯახის წევრები, მისივე მტრები, მაშინ ქრისტესმიერი მშვიდობა რაღაც ნიშნავს? ანდა რა ვუყოთ მშვიდობას ყოველთათვის? პასუხი ამ კითხვაზე ერთობ მნიშვნელოვანია. ქრისტეს მშვიდობა არის ის მშვიდობის დამყარება ადამიანის ღმერთთან, რომელიც შესაძლებელი გახდა კაცობრიობის გამოსყვიდით, უფლის ჯვარცმის, ჯვარზე ღმერთკაცის ვნებებისა და სიკვდილის მეშვეობით. ქრისტეს წმინდა აღდგომით, მორწმუნის მიერ თავისი ჯვარის ტარებით, ჯვარცმული და აღდგომილი მაცხოვრის კვალდაკვალ, ანუ სარწმუნოებისა და ქრისტეს მიერი ცხოვრების, ეკლესიის საიდუმლოებებთან ზიარების გზით, როგორც მოციქული ამბობს, აც უკვე განმართლებულ ვართ სარწმუნოებითა და მშვიდობაი გვაქვს ღვთისა მიმართ უფლისა ჩვენისა მიერ იესო ქრისტესა, რომელსაგანცა მოხვედით სარწმუნოებითა მადლსა მას, რომლითაც ვდგათ, რომელთა მე-5 პირველი და მეორე მუხლი. და მშვიდობა მან ღვთისამან, რომელი ხმატებს ყოველთა გონებათა, შეზღუდნენ გულნი თქვენი და გონებანი თქვენი ქრისტე იესოს მიერ. ფილიპელთა მიერ მე-4 მუხლი. მაგრამ ქრისტესადმი შედგომა, ქრისტეს ჯვარის ტვირთვა, პირველ ყოვლისა ჩვენი ძველი კაცის ვნებიანი, ცოდვილი ნების უარყოფად უნდა გვესმოდეს. ქრისტეს სწავლება, მის ყოვლადწმინდა მცნებები, უფლის ჭეშმარიტი მოწაფეთათვის იქცევა ჯვარად, რომელზეც იგი ყოველდღიურად ჯვარს აცმავს თავის ძველ კაცს, მისი ვნებებითა და გულისხმებით. იმისათვის, რომ ხრებით ჯვარი იტვირთო, პირველ ყოვლისა საჭიროა, რომ საკუთარი სიმართლე, უბოროტა სიცრუეთ შეურაცხო ღვთის წინაშე, საკუთარი გონიერება, სრულ უგუნურებად და ბოლოს მთლიანად მიენდო ღმერთს,
განუწყვეტლივ შესწავლო სახარების მცნებები და უარყო საკუთარი ნება. ამას ამბობს წმინდა იგნატე ბრანჩენოვი, ჯვარი კაცისა და ჯვარი ქრისტესი. რომელსა ნებავს შემოდგომა ჩემდა, უარყავ თავითვისი და აღიღენ ჯვარითვისი და შემომიდედი მე. მათე სახარების მე-16:24 მუხლი. სწორედ ჯვარისა და საკუთარი ნების უარყოფის გზით ეზიარება ქრისტიანი ქრისტეს. მასში პოულობს სრულ შერიგებას ღმერთთან და ყოველივე ქმნილთან. ქრისტესმიერი გამოხსნის გარეშე არ არსებობს შვიდობა. ადამიანი ჯერ კიდევ წყევლის ქვეშ მარადიული სიკვდილის ტყვეობაშია. მთელი სოფელი მისი მტერია და თვითონ სოფლისა. და არა მხოლოდ ყოველივე გარეგანი უპირისპირდება და ურღვევს შვიდობას, არამედ მთელი მისი შინაგანი შედგენილობა აშლილია. აქაც ბრძოლა, შფოთი, ცვალებადობა სუფევს. მაკარი დიდი ამბობს: ამასოფლის შვილნი გვანან ფქვილს, წუთისოფლის საცერში ჩაყრილს, ნიადაგ ცვალებად, გულის სიტყვებსა და მრავალფერ გულისთქმ შორის რომ იცრებიან. ნივთიერებისათვის ზრუნვით ამღვრევს მათ გულს მცრელი სატანა და ამის სოფლის საცერში ცრის კაცთა ცოდვილ მოდგმას. მას შემდეგ რაც ადამი გარდახდა მცნებას და ეშმაკს დაემონა ბოროტი სული, გულის სიტყვათა დაუცხრომელი ბრძოლით 1000 საცდურით აშფოთებს ადამიანებს, როგორც ფქვილი ტრიალებს და განუწყვეტლივ ბრუნავს საცერში, ესე აბრუნებს ეშმაკი ყოველ კაცს ამას სოფლის საქმეებში, შფოთსა და ზრუნვას შეიპყრობს მის სულს. ამ სოფლიურ ურთიერთობებში ხლართავს და ბილწსამაო გულისთქმებს აღვიძებს ადამიანის მთელ მოდგმას. ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია სწავლანი. მამები გვასწავლიან, შეურიგდი ღმერთს და შეგირიგდება ცა და ქვეყანა. სწორედ ეს არის თანამედროვე ადამიანის შეცდომა, იგი ღმერთთან შერიგების გარეშე, რომელიც მხოლოდ ქრისტეს მიერ მართლმადიდებლობის წიაღშია შესაძლებელი, ცდილობს შეარიგოს წარწყდის გზაზე დამდგარი ღმერთისაგან განდგომილი სოფლის ყველა განყოფა და უთანხმოება. მართლაც, ქრისტეს შვიდობა ყოველთა ნამდვილად ყველას სთავაზობენ, მაგრამ მას ყველა როდი იტევს, ყველას როდი სურს მის მოსაპოვებლად შრომა. ქრისტეს შვიდობა ამას სოფლისაგან განშორებას მოითხოვს. არა უწყით არამედ თუ სიყვარული სოფლისა ამის მტრობა ერს ღვთისა, არც უკვე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფათ ამისა სოფლისა მტრად ღმერთისა აღოდგების. მარკოზის 4:4 მუხლი. სოფლისაგან განშორება გულისხმობს ცოდვის, ყოველივე ცოდვილისაგან ცოდვით ცნეული და შუანანებული ადამიანებისაგან განშორებას. ეს კი უსათუოდ გამოიწვევს მშვიდობიანი ჭყალებში ურთიერთობების დასრულებას, განყოფას, ბრძოლას, უთანხმოებას, იმის მცდელობა, რომ მშვიდობა დედამიწაზე ამ განყოფის, ამ ბრძოლისათვის გვერდის ავლით მოიპოვება. ნიშნავს, რომ თვალი ავარიდოთ ცოდვისა და სათნოების დაპირისპირებას, უგულებულყოთ ღმერთის მცნებები, ხელი შეუწყოთ უზნეობასა და ყოველგვარ სულიერ ბიწიერებას, 1000 გვარ ვნებებს. მაგრამ წმინდა წერილი სასტიკად ამხელებს ამგვარ მშვიდობის მყოფელებს. რამე თუ განვირთხამ ხელსა ჩემსა დამკვიდრებულთაზე და ამის ქვეყანისაეთა. იტყვის უფალი, რამე თუ ცირიდან მათით ვიდრე დიდამდე ყოველთა აღესრულნეს უსჯულონი, მღვდელითგან და ვიდრე ცრუ წინასწარმეტყველამდე, ყოველთა ქმნეს ტყუილი და ჰკურნებდეს შემოსრულებასა, ასულისა ერისა ჩემისასა. შევრაცხყოფნი და მეტყველნი, შვიდობაე, შვიდობაე, და სადაა შვიდობაე, სირცხვილეულ იქნეს, რამე თუ მოაქცეს და არცავით არ სირცხვილეულთა შეიკდიმეს და უპატიობაი მათი ვერ იაგრძნეს. ამისთვის დაეცნენ დაცემულობასა შინა მაცა და ჟამსა შინა მოხედვასა მათისასა მიუძღოდნენ, თქვა უბალმან. იერემიას 6:12-13 მუხლი. სულ უფრო ბოროტი და უკეთური ჟამი დგება, ტკბილი და მაცდური სიტყვები სულ უფრო თავმწდორვალი ხდება, ხოლო გესლი ასპიდთა ბაგითა მათთა სასიკვდილო გლები სულ უფრო ხშირად იმოსებიან ცხრის ქურქში. ტყუილი თანდათან იზრდება, ძლიერდება, ხრმავდება,
და სიმართლის ნიღაბს ირგებს. ხურვალე სარწმუნოება ნერთფილი ხდება მსგავსად, მაგრამ ჩვენ მას ისევ შევეჩვიეთ გზნებარე სიყვარულადაც კი ჭყალებში გვეჩვენება და ვერც კი ვხვდებით, რომ ვართ უბადრუგ და საწყალობილ გლახაკ და ბრმა და შიშველ. გამოცხადების მესამე მეჩვიდმეტე. მაშ რა ვქნათ? ამ კითხვაზე თვითუფალი პასუხობს. განგაზრახენ, ან გირჩევ შენ, რაითა იყიდო ჩვენგან ოქროი გამოხურებული ცეცხლითა, რაითა შეიმოსო და არა გამოცხადნეს სირცხვილი სიშიშვლისა შენისა და საოლავი მზეთი, რათა იოლნე თვალნიშანი და ხედვიდე მე რომელიცა მიყვარდნენ ვამხილებ და ვასწავებ. იშორებედე უკვე და შეინანი ახა ესე რა ვდგა კარსა ზედა და ვრეკ უკვე თუ ვინის მინოს ხმისა ჩემისაი და განოხოს კარი და შევიდევდო ჭამომისთანა სერი და მან ჩემთანა რომელ მან ზლოს მივცე მას დაჯდომაი ჩემთანა საყდარსა ჩემსა ვითარცა იგი მე ვძლიე და დავжდეთ მამიზე ჩემისათანა საყდარსა მისა რომელსა ქონან ყურნი ისმინენ რასა იტყვის სული ეკლესიათაი. გამოცხადების მესამე თავი 18-22 მუხლი. არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზი.